2025 წლის 7 ივნისი. ეს ის დღეა, რომელსაც ყველანი ველოდებოდით. დღე, როდესაც საქართველოს საყვარელი შვილი, მერაბ დვალიშვილი ბრუნდება რემატჩისთვის. შონ ომალი, რომელსაც ჩვენთვის ტიტულის წართმევა სურს, დიდი ხანი ამ დღეზე ოცნებობს. დასაკარგი ძალიან ბევრია: მემკვიდრეობა, ბედნიერება და ამდენი შრომით მოპოვებული საჩემპიონო ქამარი. ეს ის დღეა, რომელზეც ქართველი ხალხი თვეობით ოცნებობდა. რემატჩი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს კამათი, თუ ვინ არის ამ წონის ნამდვილი ყველა დროის საუკეთესო. დრო დადგა. დარბაზი ბნელდება, იისფერი განათება ციმცინებს. სიმღერა სუპერსტარის თანხლებით შონ ომალი გამოდის. შვიდი, ცივი, ფოკუსირებული, არანაირი ღიმილი ან თამაში, მხოლოდ საქმე. ყურადღებას არ აქცევს პუბლიკას და არავის არ თმევს ხელს. მისი მზერა მხოლოდ ოქტაგონზეა მიმართული და თავის თავს უჩურჩულებს. მან ყველაფერი წამართვა. ჩემი ქურთუკი, ფანები, ქამარი, დღეს ყველაფერს დავიბრუნებ. იმ ველში მას გვერდზე მიყვება. ის ოქტაგონს უახლოვდება. შონმა დიდ ეკრანზე აიხედა და ღრმად ჩაისუნთქა. შედის ოქტაგონში, ყურადღების ცენტრში, ჯერჯერობით. უეცრად ბუმ! აფეთქების ხმა. ხალხი პანიკაში ვარდება. ქართული ხალხური სიმღერების ჰანგები არენას ამშვიდებს. ოქტაგონისკენ მერაბ დვალიშვილი მოემართება. შემოხვეული საქართველოსა და ამერიკის დროშა, ტრადიციული ფაფახი. ცეკვავს, გულშემატკივრებს ხელს ართმევს და გულწრფელად იღიმის. ბედნიერია. მის უკან ალჯამეინ სტერლინგი და მისი გუნდი მოდიან. ეს მხოლოდ ბრძოლა არაა, ეს ზეიმია. მერაბი მისიაზეა. ოქტაგონის კართან ჩერდება. ხელებს ზემოთ წევს და ლოცულობს. შედის ოქტაგონში, თვალებში ცეცხლი უნთია. შონს ხელს უწყდის, მაგრამ შონმა ხელი არ ჩამოართვა. მერაბმა გაუღიმა. ოქტაგონს წრე შემოარტყა. ეს ომის დასაწყისია. რუს ბაფერი ყვირის. პირველად წარვადგენ ლურჯი კუთხის მებრძოლს, შერეული საბრძოლო ხელოვნებების ოსტატს, 18 მოგებით და 2 წაგებით, მსოფლიოში ნომერ პირველ პრეტენდენტს სუპერმსუბიკ წონით დივიზიონში. შუგა, ახლა კი წითელი კუთხე, თბილისი, საქართველო, შერეული საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი, 19 გამარჯვებით და 4 მარცხით, მოქმედი, ქამრის მცველი, უპირობო UFC-ის სუპერმსუბიკი წონის ჩემპიონი. პუბლიკა გიждდება, ღრიალი შეძახილები, მებრძოლები ცენტრში ხვდებიან ერთმანეთს. მერაბი ამბობს, მზად ვარ მოვკვდე, ჰერბდინი თავს უკრავს, ბრძოლა საცაა დაიწყება. ოქტაგონის კარი იკეტება, ჰერბდინის სიგნალს აძლევს, გონგის ხმა ისმის. მერაბი ელვისის სწრაფით გადადის შეტევაზე, როგორც ნამდვილ მანქანას შეეფერება, სუბუქად მოძრაობს, თვალებში ნაყერწკალი აქვს. შონი ნელა მოძრაობს თავდაჭერილად. აქ სეირის და შოუს მოსაწყობა არ მოსულა. ის მისიაზეა. როგორც ხედავთ, ტრიალებენ ოქტაგონის გარშემო. მერაბი პირველ წიხს ურტყავს შონს ფეხში. ომალი უკან იხევს. ჯებს ურტყავს და მოარტყა კიდეც. მერაბმა გაუღიმა და თავი დაუკრა. როგორც ხედავთ, მერაბი სრულ მოძრაობებს იწყებს. აჩვენებს ტეიქდაუნებს. შონი ყურადღებით აკვირდება და კითხულობს ამ ყველაფერს. ძალიან ფრთხილია. მერაბი კიდევ ერთხელ ურტყავს ფეხში. ძალიან ძლიერი დარტყმა იყო. შონი ჯებით პასუხობს და გვერდზე გადაიწია. პუბლიკა უსტვენს. შონმა მერაბს ტანში მოარტყა ფეხი. მერაბი ტეიქდაუნის ცდილობით პასუხობს, მაგრამ ამაოდ. ომალი მწონასწორობა შეიკავა და ისევ ფეხზეა. შონმა ფეხი მოიქნია. კიდევ ერთი ტეიქდაუნის ცდილობა და როგორც იქნა პირველი ტეიქდაუნი. პუბლიკა აფეთქდა. მერაბი პარტერში ურტყავს ომალის. შონი ცდილობს წამოდგომას, ხელებს ეყრდნობა და დგება კიდეც. მერაბი ბარძახში მუხს ურტყავს და კედელთან ცდილობს გააკონტროლოს კლინჩში. შონი კონტროლის მოპოვებას ცდილობს, ხელები ამოავლო და ახერხებს განთავისუფლებას. ომალი ბრუნს აკეთებს, წინხლის ხელზე ხვდება. მერაბი კვლავ აგრძელებს მოძრაობას და წინ მიდის. წნეხში ყავს ომალი. მარჯვენა ჰუკი მერაბისგან. შონი პასუხობს მარცხენა პირდაპირი დარტყმით. კარგი გაცვლაა. ორივემ ძალიან ძლიერი დარტყმები გაცვალეს. მერაბი დგომს იცვლის, ისევ ხტუნაობს. შონი ჯერს ურტყავს, კიდევ ერთს, შემდეგ წიხს ფეხში. შონს რაუნდი მიაქვს. მერაბი კიდევ ერთხელ ცდილობს მის დაგდებას და კვლავ ვერ ახერხებს ამას. კლინჩში არიან ოქტაგონის კედელთან. პირველი რაუნდის დასასრული. პუბლიკა ტაშს უკრავს. მეორე რაუნდის დასაწყისი. მერაბი მიახტა ომალის, სუპერმენის მუშტი. შონმა იდაყვი მოარტყა და გამოვიდა. ოქტაგონის ცენტრში არიან.
მერაბს წნეხის ქვეშ ყავს, მაგრამ ომალის ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს. არენაში საქართველოს დროშები ფრიალებს. მერაბი ძლიერ წიხს ურტყავს სხეულში. შონმა აიცილა, ნაბიჯი წინ და ბუმ, მარჯვენა ოვერჰენდები გაცვალეს. რამაც ოდნავში აბარბაცა მერაბი. შონი მივარდა, მაგრამ მერაბმა მოასწრო ფეხში ჩაველება და კიდევ ერთხელ გადაიყვანა პარტერში. შონი ცდილობს წამოდგომას. მერაბი გვერდით კონტროლში გადადის. მოკლე იდაყვები, პუბლიკა შეიშალა. შონი გადადის ყუს პოზიციაში. მერაბი მუხს ურტყავს, ცდილობს კისერში მოჰკიდოს ხელი და მოახჩოს. მაგრამ არ გამოუვიდა და ისევ აგრძელებს ზიანის მიყენებას. მერაბი ბევრ ზიანს აყენებს შონს. ის კი ცდილობს რომ მოიშოროს დვალიშვილი. არ გამოიყურება კარგად. მერაბი ფინიშზე მიდის, მაგრამ შონი ახერხებს წამოდგომას, ურტყავს და იცილებს მერაბს. შონის მარცხენა თვალი სისხლით ივსება. ომალი ძლივს გარბის, მაგრამ დგომშია, მებრძოლია, მაყურებელი ფეხზე დგას. შონი ტრიალში წიხს ურტყავს მერაბის ტანში, მაგრამ მერაბი იღიმის, თეიქდაუნს აჩვენებს და ძლიერად მოარტყა ორჯერ სახეში. აგრძელებს მის შევიწროებას. შონს ბევრი სისხლი მოდის, თვალი დაეხუჭა. საოცარი რაუნდი ქალბატონებო და ბატონებო. მესამე რაუნდი. შონი აგრესიულად გამოდის, მარჯვენა ძლიერი დარტყმა ხვდება მერაბს. დვალიშვილი უკან დგავს ნაბიჯებს, როგორც ჩანს ვერ გატყდა ომალი. მერაბი თავს იქნევს, იმის ნიშნად რომ არაფერის ტკენია. შონი აპრესინგებს მერაბს, მარჯვენა ოვერჰენდი აიცილა და კლინჩი შეეკრა. მერაბი მუხს ურტყავს ბარძახში, სხეულს უკონტროლებს და უცებ სუპლექსი. შონს ძირს აგდებს, მერაბი კვლავ დომინირებს. მოკლე იდაყვები და თავში დარტყმები. პუბლიკა ყვირის. მერაბ. მერაბმა პოზიცია გაიუმჯობესა, ახლა ჰაბგარჩია. ტანში დარტყმები. შონი ხელს უჭერს, მაგრამ ვერ დგება. მერაბი ისევ ზემოდან მოექცევა. დვალიშვილი ხელს უჭერს და იწყება დასასრულის დასაწყისი. შონი თავზე ხელებს იფარებს და გვერდზე ტრიალდება. მერაბი საბმიშენზე მიდის. არც ისე მჭიდრო იყო. უშვებს და ისევ ურტყავს. ბოლო წუთი ომალი როგორც იქნა წამოდგა. ძლივს გადარჩა, სახე გაებერა, ცხვირი აქვს გატეხილი. ცდილობს არ შემჩნეს და უცებ ბომბის ხმა. ომალი მშვებით ამოისუნთქა. თავის კუთხეში ბარბაცით მიდის. მერაბი კი როგორც მანქანა შეეფერება. მეოთხე რაუნდი. შონი გამოდის, დაჭრილ ცხოველს გავს. ქამარი თვალწინ უდგას. წიხს ურტყავს. მერაბის დაცვა იდეალურია. იდაყვი ტრიალში, აცდა მერაბს. ცდილობს აიცილოს და პარტერში გადაიყვანოს, მაგრამ ომალის სრათძალი და ღონე ჰქონდა შეაჩერა ეს თეიქდაუნი. განთავისუფლების შემდეგ კიდევ ერთი მცდელობა და ეს უკვე წარმატებული გდება. იდაყვები მუხლი ნეკნებში. შონი ცდილობს გაქცევას, მაგრამ მერაბი მას იჭერს. ისევ ძირს აგდებს და ეუნება. ახლა ჩემი დროა. მე მამა შენი ვარ. ტემპი ცხრება, მაგრამ მერაბის კონტროლი აბსოლუტურია. მოკლე დარტყმები. შონის კუთხე ყვირის. გამოდი. ომალი როგორც იქნა ადგა. მერაბი ხელებს შლის. შოუს მთავარი ვარსკვლავია. შონი ძლივს დგას. მერაბი მკერდზე ირთხავს ხელებს და ეუნება. მეხუთე რაუნდი გველოდება. შონი გამწარდა. მეხუთე რაუნდი. შონი შეტევაზე გადადის, მაგრამ მერაბი ამჩნევს, რომ ის კარგად ვეღარ ხედავს. ეს მერაბის შანსია. ომალი დაქანცულია. ომალი ტრიალში ურტყავს თავში მერაბს, მაგრამ დვალიშვილი ბლოკავს დარტყმას. მარჯვენა, მარცხენა და შებარბაცდა ომალი. კიდევ ერთი დარტყმა. შონი ეცემა, ზურგზე წევს, მერაბი ზემოდან ახტება ერთი მუშტის და არის. ჰერდინი აჩერებს ბრძოლას. ეს დასასრულია. მერაბი კვლავ ჩემპიონია. ეს საქართველოა, ყვირის მერაბი. არენა გიჟდება. საქართველოში ხალხი გიზგავს, ქუჩებში ზეიმია, ათასობით ადამიანი გამოდის გარეთ, მთელი ღამე ზეიმობენ. ეს ხომ დღესასწაულია. ჯო როგანი ოქტაგონში აფრთხილებს ინტერვიუს მერაბს. მერაბ, ეს იყო ისტორიული გამარჯვება. რა სიტყვი ამ პერფორმანსის შესახებ? Hey journalists, thank you for this comic prediction. Do not underestimate you. Believe yourself. Everything is possible. You can be best in Georgia. You have to be man first.